თბილისში კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტო კოტრა ოფიციალურად გაიხსნა. ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს 85 ქვეყანაში მუშაობს, საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალ საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად. რა გეგმებით იწყებს სააგენტო მუშაობას საქართველოში? ამას უკვე მარია მიზორიას მიერ მომზადებულ სიუჟეტში მოგვითხრით. თბილისში სავაჭრო ცენტრ პიქსელის შენობაში კორეის რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს ოფისი გაიხსნა. ოფიციალურ ღონისძიებას სასტუმრო პარაგრაფმა უმასპინძლა, სადაც მოწვეულ სტუმრებს კოტრა თბილისის მიზნები და გეგმები გააცნეს. სააგენტო საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობას დაეხმარება. როგორც კოტრას პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, კორეული კომპანიები საქართველოს ბაზრის მიმართ ინტერესს გამოხატავენ და ეს ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდება. საქართველოს მიმართ კორეული კომპანიების მხრიდან ინტერესი და თანამშრომლობის მოთხოვნა იზრდება. მოგეხსენებათ, საქართველო-კორეას შორის ეკონომიკურ პარტნიორობაზე მოლაპარაკებები დასრულდა. ეს კი მნიშვნელოვან გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს. დადებითია ისიც, რომ კორეელი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში მზარდია და 2025 წლის იანვარ-სექტემბერში 26,000 გადააჭარბა. კოტრა, როგორც ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელმძღვანელი ორგანიზაცია, ცდილობს ამ იმპულსის მაქსიმალურად გამოყენებას და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის აქტიურად მხარდაჭერას. კორეის რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტო კორეის უმსხვილესი გლობალური ბიზნეს პლატფორმაა. სააგენტო 85 ქვეყანაში 131 წარმოადგენლობით ოფისს აერთიანებს. მისი ფართო გლობალური ქსელის გამოყენებით კოტრა უცხოურ კომპანიებს, ორგანიზაციებსა და მთავრობებს ბიზნეს შესაძლებლობების შესწავლაში და კორეასთან პარტნიორობის დამყარებაში ეხმარება. ის მაქსიმალურად მორგებულია უცხოელი მყიდველების, ინვესტორებისა და კორეელი მეწარმეების საჭიროებებს. უმსხვილესი ბიზნეს პლატფორმა მიზნად საქართველოში არაერთი პროექტის განხორციელებას ისახავს. მათ შორის სააგენტოს ხელშეწყობით იგეგმება კორეული კომპანიების საქართველოს ბაზარზე შემოსვლა. საქართველოს აქვს უპირატესობა მომსახურების სექტორში, ხოლო კორეა ძლიერია მწარმოებელ ინდუსტრიაში. ამდენად ორი ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურა შესაძლოა როგორც ურთიერთშემავსებელი, ისე განვიხილოთ. გეგმავთ ისეთი პროექტების განხორციელებას, როგორიცაა ეგრეთ წოდებული pop-up store-ები, რომელიც ფოკუსირებული იქნება თავის მოვლის კორეულ პროდუქტებსა და საკვებზე, რომლებზეც საქართველოში მაღალი მოთხოვნაა მოსალოდნელი. გარდა ამისა, გეგმავთ კორეულ კომპანიებს საქართველოს ბაზარზე შემოსვლაში დავეხმაროთ. ეს სტრატეგიულ სავაჭრო კვანძს წარმოადგენს. კოტრა თბილისის გახსნის ღონისძიებაზე იმ სექტორებზეც ისაუბრეს, რომლებიც ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობის პროცესში განსაკუთრებით პერსპექტიულად განიხილება. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, რომელიც მნიშვნელოვანი სტრატეგიული კვანძია, ლოგისტიკისა და ენერგეტიკის ტრანსპორტირების სფეროები ამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ნაწილში ყველაზე პერსპექტიულად ითვლება. კოტრა მზადაა ამ ორ მიმართულებას მხარი აქტიურად დაუჭიროს. საქართველოსა და კორეას შორის ეკონომიკური კავშირები რომ მზარდია, ამას რიცხვებიც ადასტურებს. მიმდინარე წლის 10 თვეში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 93 მილიონ დოლარს გადააჭარბა. კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ კი 674,000 დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, საერთაშორისო ვიზიტების სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს საქართველომ კორეის რესპუბლიკიდან 26,775 ვიზიტორი მიიღო.